დღეს უფასო ინსტრუმენტი უნდა შევისწავლოთ, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკრანის ჩაწერას. ვისწავლით ინსტრუმენტს, რომელიც არის ონლაინ ჩამწერი ხელსაწყო და საკმაოდ მარტივია. მოდი პირველ რიგში დავაინსტალიროთ ეს ინსტრუმენტი ჩვენს კომპიუტერში. წინასწარ გეტყვით, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაინსტალირებთ და ვიყენებთ ამ ტრენინგის ფარგლებში, არის უსაფრთხო და იცოდეთ, რომ საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება, არაფერ შემოგთავაზებთ ისეთს, რომელიც თქვენს კომპიუტერს დააზიანებს. ჩაგიგდებთ BMUS, რომელზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ერთად დავიწყოთ პროგრამის ჩამოტვირთვა, ინსტალაცია და შემდეგ გამოყენება. გადავიდეთ ამ BMUS-ზე. Free recorder. ნახეთ, აქ რეგისტრაციასაც გვეუბნება, მაგრამ აქ არ გვჭირდება რეგისტრაცია. გადახვედით, ნახეთ. ეხლა უნდა დააწყაბოთ ამ ცისფერ ღილაკს. Launch free recorder. გაუშიო უფასო ჩამწერი. დავაწყაბებ. და ნახეთ, ჩამოტვირთვას აკეთებს. თქვენს კომპიუტერზე ჩამოიტვირთება. ჩამოვკეცავ ამას. და ნახეთ, აი ჩემს ეკრანზე უკვე დაინსტალირებულია. თქვენ ასეთი აიკონი ხომ გამოჩნდა სადღაც? თუ არ გამოჩნდა, სადაც ჩანს რომ ჩამოიტვირთა, იქ დააწყაბეთ ორჯერ. დააწყაბეთ აბა ორჯერ და მარტივ ინსტალაციას გაივლის. ჩამოტვირთვის პროცესში მივდით დესკტოპი. ან სადაც ჩამოიტვირთება ხოლმე, იქ მოძებნეთ. არ ვიცი ხო, თქვენს კომპიუტერზე ზოგისად ინახება, ზოგისად ინახება და ჩვეულებრივად ფაილებს, სადაც ჩამოტვირთავთ ხოლმე და სადაც არის, შეგიძლიათ დაუნლოუდებში ნახოთ, შეიძლება დესკტოპზე ნახოთ. ჩემთან ჩამოტვირთულებში შეუნახავს. გადმოათრიეთ დესკტოპზე. რომ შეხვალ. აი შევალ downloads, აქ ხო დამხვდა ეს სია. ნახეთ, ახლა რა არის გადმოთხრება. მოვკიდებ, ხელს დავაჭერ და გადმოვათრე. ინსტალაცია მიმდინარეობს. კი, პროცენტები უნდა ავიდეს 100-მდე. ზედ ორჯერ რომ დააწყაბეთ, გაივლის მარტივ ინსტალაციას. როგორც უკვე გითხარით, ეს არის ეკრანის ჩამწერი, ამიტომ ჩვენს ეკრანზე მოვამზადოთ ის რესურსი, რისი ჩაწერაც გვინდა. ან პრეზენტაცია, ან რამე, რაც გინდათ, ან სურათი. და სურათის შესახებ რომ გვესაუბრო. მე ერთი პრეზენტაცია ავიჩემეთ STEM-თან დაკავშირებით საახალწლო ბარათი როგორ გავაკეთოთ, რომ თან ციმციმებდეს. და მინდა ამ პრეზენტაციაზე ვესაუბრო სხვებს, მოსწავლეებს, ან მასწავლებლებს და მინდა რომ ჩავწერო. ნახეთ, ამას ჩავკეცავ და გავუშვებ ეკრანის ჩამწერ პროგრამას. ორჯერ დავაწყაბებ, რომ დავიწყო მასში მუშაობა. ასე რადგან გამიხსნა და ამიტომ დავაწყაბებ open screen file ამას. რადგან წეღან download-ი მივეცი, თავიდან იწერს. შარჩო გამოჩნდა, ეხლა უნდა გავამზადო, რაც მინდა ჩავწერო. აქ ხო პრეზენტაცია მე მაქვს მზად, გავხსნი პრეზენტაციას. ნახეთ ეხლა ეს ჩარჩო ჩემს ხელშია, როგორც მინდა, ისე გინდა გავზრდი, გინდა დავაპატარებ. რისი გამოჩენაც მინდა ეკრანზე. გასაგებია? შემიძლია ისე დავაპატარო, რომ მხოლოდ ეს გამოვაჩინო. შემიძლია სლაიდს მოვარგო. კუთხეში დადექით, როდესაც გაჩნდება ორმხრივი ისრები, მერე გაციეთ ნელა. 4 მხარეს 4 ის არის რომ გაჩნდება, მერე მთლიანად მოძრაობს. კუთხესთან რომ იყვალთ, ორმხრივი ის არის გაჩნდება, დიაგონალური. მაგითი შეგიძლიათ არეგულიროთ, აბასადეთ თუ დააყენეთ ზომაზე. გადაიტანეთ რომელიმე ლამაზ სლაიდზე ერთ-ერთზე. მოარგეთ ჩარჩო. დადექით კუთხეში, წვეროში. აქედანაც მიწიეთ. დაბლიდანაც და აგვერდით მეგობრებო ამ ლურჯ ფანჯარას. ვარდისფერი რომ არის screen, ეხლა წერთ ეკრანს. თქვენ თუ კამერას ჩართავთ, მარტო თქვენ გამოჩნდებით და თქვენი ვიდეო ჩაიწერება ეკრანზე, როგორც თქვენ ჩამხართ. გინდათ დატესტოთ? კამერას დააწყაბ.
მეორე. კამერას დავაწყე. თუ გინდათ. დიახ, ეხლა კამერას. კი ბატონო. უკვე თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ვიდეო. აი მესამე ვარიანტი როა ორივეს ერთად ჩაწერა, ეს უკვე ფასიანი ვერსია აქვს. ანუ ან ეკრანი უნდა ჩაწეროთ, ან კამერა უნდა ჩაწეროთ. სკრინზე გადმოდით ისე, სკრინს დავაწყაპოთ და ვბრუნდით ამაზე. ჩვენ შეგვიძლია აი ეს ჩარჩო, ხელს კი არ გვიშლის ჩარჩო, მაგრამ თუ გვინდ მოვაშორებთ ამას. აქ დააკვირდით აბლა ნარატივი რომ არის, აი ეს მიკროფონი მწვანე ზოლები რო არის. იცოდეთ რომ კომპიუტერის ხმას არ იწერს ეს, იწერს მხოლოდ თქვენს ლაპარაკს. ესეც ფასიანი ვერსია აქვს. X-ით გამოვთოთ ეს პატარა ფანჯარა, რაზეც ვსაუბრობდით, მარჯვნივ X-ი რომ აწერია, გამოვთოთ. დააწყაპეთ. დაგვრჩა ის რისი ჩაწერაც გვინდა. ვიწყებთ ჩაწერას. იმისაც რომ ჩავწეროთ, უნდა დავაწყაპოთ relax record. და მე კვადრატი გამოვა და გამორთვაზე იმას უნდა დავაწყაპოთ. მე რამდენიც გინდა ვილაპარაკო, აქედან ჩემი ხმა მანდა არ ჩაიწერება. ამიტომ თქვენ რამდენიმე წინადადებით 4-5 წინადადებით ჩაწერას რომ დაიწყებთ და რომ დაიწყებს სათვლა 3, 2, 1 go დაიწყ მაგ მომენტიდან თქვენ რამდენიმე წინადადება თქვით აი ამ სურათის შესახებ. ვაწყაპებთ წითელ რეკორდს. მოგესალმებით. მე-9 კლასში ვახორციელებ პროექტს გაცოცხლებული სურათები. მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან ამ პროექტში. ეს სურათი გახლავთ დიდი ჰოლანდიელი მხატვრის იან ვერმიერის გოგონა მარგალიტის საყურით, რომელიც გაანასახიერა, გააცოცხლა ერთ-ერთმა მოსწავლემ. კი, იგივეს დააწექით, რითიც გამოვთეთ. მშვენიერია. გავწერეთ ვიდეო. თუ კი მე მაინტერესებს შევამოწმო როგორი ვიდეო ჩაიწერა, დავაწყაპებ აი აქ სამკუთხედი რომ არის. აბა დააწყაპეთ და ვნახოთ რა გამოვა. თქვენ გესმით? დიახ, მესმის. ჩვენ არ გვესმის, იმიტომ რომ ხმით არ გაქვთ გაზიარებული. მოდი დავუშვათ მოგეწონათ ეგ ვიდეო და დავაწყაპოთ დანს მარჯვნივ. თუ არ მოგეწონათ, ნაგვისურნას დააწყაპებდით. თუ მოგეწონათ, დანს დავაწყაპოთ. დააწყაპეთ დან. და ამის შემდეგ save პირველი რომ არის ლურჯი ღილაკი, მაგას დავაწყაპოთ. ინახება ეს ვიდეო ახლა. და მათ ჩვეულებრივად შენახულია აი ეს ვიდეო და ახლა ისევ დავაწყაპოთ save as video file მეორეს. და ახლა ავირჩიოთ MP4 პირველ ვარიანტს დავაწყაპოთ. MP4 ტიპით. და ჩამოვიდეთ დაბლა და ნახეთ MP4 არის ვიდეოს ფაილი. Publish დავაწყაპოთ ახლა. Publish. არსად არ გამოქვეყნება თქვენს დესკტოპზე დაიდება უბრალოდ. Folders დააწყაპეთ აბა მეორეს და დესკტოპი მიუთითეთ და ოკეი. ამის მერე publish. ნახეთ უკვე done. ჩაკეცეთ ახლა ეს პრეზენტაცია. ან გამორთეთ X-ით, X-ით გამორთეთ. ესეც გამორთეთ. აბა ჩართეთ ეგ ვიდეო. ჩვენ კი არ გვესმის ხმა, მაგრამ თქვენ ხო გაიგონებთ? გამოვიდა, კი, მადლობა. ესე იგი გავხსნი პროგრამას. შემდეგ launch for free იყოს ასე. აი გამოჩნდა ჩარჩო. ამის შემდეგ გავხსნი ჩემს პრეზენტაციას, რომელიც მინდა რომ გავაზიარო. მოვარგებ ჩემს ჩარჩოს, როგორც მინდა. თუ მინდა უფრო დავაპატარებ, ოდნა. რომ დაგანახოთ რა ზომაზეც მინდა, იმ ზომაზე რომ ვაზიარო. ამ ჩარჩოს სულაც გამოვთავ X-ით, აღარ მინდა და ვიწყებ ჩაწერას. გამარჯობა, წარმოგიდგენთ საახალწლო ელექტრონული ბარათების გაკეთების ინსტრუქციას.
პირველ რიგში უნდა მოიმარაგოთ ეს რესურსები, რასაც ეკრანზე ხედავთ. შემდეგ მოცემული წრედის მიხედვით უნდა შექმნათ საახალწლო ბარათზე ასეთი თანმიმდევრობით ელემენტების შეერთება და საბოლოოდ მიიღებთ ციმციმა ნატურის მქონე საახალწლო ბარათს. წარმატებებს გისურვებთ. ჩავწერე წამებში. დავაწყაპებ ახლა done, თუ მინდა შევამოწმებ სწორად ჩავწერე თუ არა. ამის შემდეგ save. ამის შემდეგ ერთჯერ რო საქაღალდეს არჩევთ, მე აღარ მოგთხოვთ უკვე. Save as video file. MP4 და publish. ჩაიწერა. Done. აი ჩემი ვიდეო. გაიხსნა საბა. გამარჯობა, წარმოგიდგენთ საახალწლო ელექტრონული ბარათების გაკეთების ინსტრუქციას. პირველ რიგში უნდა მოიმარაგოთ ეს რესურსები, რასაც ეკრანზე ხედავთ. შემდეგ მოცემული წრედის მიხედვით უნდა შექმნათ საახალწლო ბარათზე ასეთი თანმიმდევრობით ელემენტების შეერთება და საბოლოოდ მიიღებთ ციმციმა ნატურის მქონე საახალწლო ბარათს. წარმატებებს გისურვებთ. იმედია მოგეწონათ.